ტოპ 10 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა ადამიანმა. საუკეთესო წიგნების ათეულის შედგენა რთულია, რადგან გემოვნება სუბიექტურია. თუმცა არსებობს ნაწარმოებები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო, ადამიანის აზროვნება და კულტურული აღქმა. აი, 10 წიგნი, რომლებიც ყველა ადამიანს აძლევს ღირებულ ცოდნას ცხოვრებაზე, ფსიქოლოგიასა და საზოგადოებაზე. პირველი. შოთა რუსთაველი, ვეფხის ტყაოსანი. ქართველი მკითხველისთვის ეს პირველი და უმთავრესი წიგნია, თუმცა მას მსოფლიო მნიშვნელობაც აქვს. ეს არის ჰუმანიზმის, მეგობრობის, თავისუფლებისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მანიფესტი, რომელიც თავისი ეპოქისთვის 12 საუკუნე რევოლუციური იყო. 2. ფიოდორ დოსტოევსკი, ძმები კარამაზოვები. ეს არ არის მხოლოდ რომანი, ეს არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ტრაქტატი. წიგნი სვამს უმთავრეს კითხვებს: არსებობს თუ არა ღმერთი? რა არის მორალი? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი თავის ვნებებში? ის ადამიანის სულის ყველაზე ბნელ და ნათელ კუთხეებს აშიშვლებს. 3. ჯორჯი ორველი, 1984. ანტიუტოპიური ჟანრის შედევრი, რომელიც დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. წიგნი გვაფრთხილებს ტოტალიტარიზმის, პროპაგანდის, აზრის პოლიციისა და თავისუფლების დაკარგვის საფრთხეებზე. ის გვასწავლის კრიტიკულ აზროვნებას და სიმართლის ფასს. 4. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, პატარა უფლისწვილი. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო წიგნად ითვლება, ეს არის უდიდესი ფილოსოფიური ნაწარმოები დიდებისთვის. ის გვახსენებს იმას, რაც ზრდასრულობისას დაგვავიწყდა: სიყვარულის, პასუხისმგებლობა, შენ პასუხისმგებელი ხარ იმაზე, ვინც მოიშინაურე, და იმას, რომ მთავარი თვალით არ ჩანს. 5. გაბრიელ გარსია მარკესი, მარტოლობის 100 წელი. მაგიური რეალიზმის მწვერვალი. ბუენდიების ოჯახის ისტორიის მაგალითზე, მარკესი გვიჩვენებს კაცობრიობის ციკლურ ბუნებას, სიყვარულს, ომს, მარტოლობასა და იმას თუ როგორ მეორდება ისტორია. ეს არის წიგნი, რომელიც სამყაროს აღქმას სრულიად ცვლის. 6. ალბერ კამიუ, უცხო. ეგზისტენციალიზმის კლასიკა. წიგნი ადამიანის გაუცხოებაზე, ცხოვრების აბსურდულობასა და ინდივიდუალურ თავისუფლებაზე. ის გვაიძულებს დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იყო ნამდვილი საზოგადოებაში, რომელიც მხოლოდ გარკვეულ წესებსა და ნიღბებს აღიარებს. 7. ვიქტორ ჰიუგო, საბრალონი. ეს არის მონუმენტური ნაწარმოები სამართლიანობაზე, სიკეთეზე, თავგანწირვასა და ადამიანის სულის ტრანსფორმაციაზე. ჟან ვალჟანის ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი გახდეს უკეთესი, მიუხედავად წარსულისა და სოციალური ჩაგვრისა. 8. მარკუს ავრელიუსი, ფიქრები. რომის იმპერატორის პირადი ჩანაწერები, რომელიც სტოიციზმის სახელმძღვანელოა. ეს წიგნი გვასწავლის სიმშვიდის შენარჩუნებას ქაოსში, საკუთარი თავის მართვას და იმას, რომ ჩვენი ბედნიერება ჩვენსავე ფიქრებზეა დამოკიდებული. 9. იოჰან ვოლფგანგ გეოთე, ფაუსტი. ტრაგედია ადამიანის დაუოკებელ ლტოლვაზე ცოდნისკენ, ძალაუფლებისა და ბედნიერებისკენ. ფაუსტისა და მეფისტოფელის გარიგება არის მარადიული მეტაფორა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე ადამიანის შიგნით. 10. ჰომეროსი, ოდისეა. დასავლური ლიტერატურის საფუძველი. ეს არის მოგზაურობის, შინდაბრუნების, სიმამაცისა და გამჭრიახობის სიმბოლო. ყველა თანამედროვე ისტორია გარკვეულწილად ოდისეას გაგრძელებაა. ბონუსი. თუ გაინტერესებთ ისტორია და მეცნიერება, აუცილებლად წაიკითხეთ იუვალ ნოა ჰარარის საპიენსი, რომელიც მოკლედ და გასაგებად ხსნის, როგორ იქცა ადამიანი დედამიწის მბრძანებლად.